მოგესალმებით მეგობრებო, დავიწყოთ ჩვენი პრეზენტაცია. წარმატებებს გისურვებთ ყველას. მიხარია რომ შემოდიან ნელ-ნელა ახლები ისმენენ ჩემ პრეზენტაციას. და ეს არის უკვე ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგმული წინსვლისთვის, წარმატებისთვის. ნამდვილად ეს კომპანია ზუსტად ამისთვის შემოვიდა საქართველოში, რომ ყველა ქართველი იყოს წარმატებული. მე ვარ ნანა გაფრინდაშვილი, ვინც არ მიცნობთ და ვარ ლივგუდის კლუბის წევრი. ნამდვილად მიამაყება რომ ვარ ლივგუდის კლუბის წევრი და ნამდვილად რამდენიმე წელიწადში ეს იქნება მართლაც ძალიან დიდი საამაყო, რომ ჩვენ ვიქნებით პირველ ადგილებში და ჩვენ ვიქნებით ძალიან წარმატებულები. ლივგუდი ახალგაზრდა კომპანია არის. სულ რაღაც 1 წელია რაც შემოვიდა სოფლიო ბაზარზე. და აი ამ 1 წელიწადში მან საკმაოდ ბევრ წარმატებას მიაღწია. წარმატება იმაში გამოიხატება, რომ მას შეუერთდა 220 ქვეყნიდან მილიონზე მეტი ადამიანი. ნელ-ნელა უერთდება ხალხი იმ იმედით, რომ კომპანიაში მიაღწევს წარმატებას. ამ კომპანიამ მთლიანად გადაატრიალა მთელი ქსელური ინდუსტრია. სულ სხვა ხედვა დაგვანახა, სულ სხვა ხედვით შევხედეთ ჩვენ ქსელურ კომპანიებს და ძალიან განსხვავებული მოდელი მოგვაწოდა კომპანიამ, რაც პირადად მე ძალიან მომხიბლა. როდესაც მოვისმინე მისი მარკეტინგი, ძალიან აღფრთოვანდი, რადგან მივხვდი, რომ ზუსტად ეს იყო ის კომპანია, სადაც მე მივაღწევდი ძალიან დიდ წარმატებას. და ნამდვილად თქვენ რომ მოისმენთ ამ მარკეტინგს, აუცილებლად მიხვდებით, რომ მას აქვს საუკეთესო მარკეტინგი. აი ამ მარკეტინგით მთელი ვინც ავართ კლუბის წევრები, ყველა მივაღწევთ წარმატებას. რადგან ყველას გვაქვს თანაბარი შესაძლებლობები. აქ არ არის ვინმე ქვემდგომი ზემდგომისთვის არ მუშაობს. ყველა აქ მუშაობს ერთმანეთისთვის და აი ზუსტად აი ეს ფაქტი, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის მუშაობთ და აქ არის გუნდური მუშაობა, ზუსტად ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა ერთად მივაღწევთ წარმატებას. კომპანიის შემქმნელები საკმაოდ ცნობილი ადამიანები იყვნენ და არიან, რა თქმა უნდა, კლუბურ სისტემაში, ქსელურ სისტემაში, ბოდიშით, რადგან ისინი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ ქსელურ კომპანიებში. მათ ძალიან კარგად იცოდნენ ქსელური კომპანიის ყველა წვრილმანი დეტალი და შიდა სამზარეულოს კარგად იცნობდნენ. სულ ჰქონდათ იმის განცდა, რომ აი ამ ქსელურ კომპანიებში რაღაც ადამიანების რაღაც 20% ვთქვათ, არც კი 20% აღწევდა წარმატებას და დანარჩენი მათთვის მუშაობდა და ზუსტად აი იმ დაბალი ქვედა მდგომი ხალხით იყვნენ ისინი წარმატებული. და აი აქ მეგობრებო, ნამდვილად გეტყვით, რომ ყველა ერთმანეთისთვის მუშაობთ. ერთად მივდივართ წარმატებისკენ. ერთიანად მივდივართ წარმატებისკენ. თვითონ კომპანიას ჰქონდა ბიონატურალური პროდუქცია და ჰქონდა ეს ელექტრომარკეტი, სადაც ყიდიდნენ ამ პროდუქციას, ჩვეულებრივად გამოწერით იყიდებოდა და კომპანიამ დაინახა, რომ კლუბურ სისტემაში პროდუქციას აქვს საკმაოდ დაბალი ფასი. ეს გამოწვეულია კლუბური სისტემის გამო და ყოველთვიურად კლუბის საწევროს გადახდის გამო. და აი ზუსტად ეს მომენტი რომ დაიჭირეს, კლუბური სისტემიდან აიღეს საუკეთესო
თვისებები, ქსელური სისტემიდან აიღეს საუკეთესო თვისებები და ჩვენთან მოიტანეს აი ესეთი ჰიბრიდული, გაუმჯობესებული, ახალი ინოვაციური მარკეტინგი, რომელიც რა ვიცი, მართლაც საოცრებას ახდენს და საკმაოდ დიდი თანხები შემოდის თითოეულ ჩვენთაგანისთვის. კომპანიას, როგორც გითხარით, აქვს ბიონატურალური პროდუქცია, ვიტამინები და ძალიან მალე პირდებიან, რომ შემოვა სხვადასხვა პროდუქცია და ეს არის როგორც Amazon-ის მსგავსი marketplace-ი, ზუსტად ესეთი marketplace-ი ექნება, იმ განსხვავებით, რომ ლივგუთს აქვს კლუბური სისტემა, აქვს დაბალი ფასები და აქვს ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელმაც უკვე მთელი მსოფლიო ალაპარაკა და ასევე ჩვენი კლუბის წევრები, ჩვენი პარტნიორები, აღფრთოვანებულები არიან აი ამ პროდუქტის გამო. მათ უკვე მიიღეს ეს პროდუქცია და საოცარი შედეგები დაუდო მათ ამ პროდუქციამ, როდესაც ისეთმა ადამიანებმა მიიღეს ეს პროდუქცია და ეს ვიტამინები და ეს ბიოდანამატები, რომლებიც სხვადასხვა ქსელურ კომპანიაში იყვნენ ზუსტად აი ესეთი პროდუქტის გამო. და იქ ხდებოდა ყიდვა-გაყიდვა და ამიტომ ამ პროდუქტების გაყიდვის გაგონება აღარ უნდათ და მაგრამ მაინც ადამიანის ბუნება ისეთია, მოდი აბა ესიც გავსინჯოთ, მიუხედავად იმისა, კომპანია ჩვენ ამის ყიდვა-გაყიდვაზე არ გავალდებულებს. ნახეთ მეგობრებო, როდესაც კომპანია რაღაცას არ გავალდებულებს და თავისუფალი ხარ აი ამ სფეროში, არ გიწევს პროდუქციის შესწავლა, გაყიდვა, ქულების დათვლა, ნუ ათასნაირი რაღაც, რაც სხვა ქსელურ კომპანიებში არის. ადამიანს აქვს უკვე ესეთი ეუფლება, ესეთი შეგრძნება, რომ მას არ ევალება, მაგრამ მაინც მოუნდა რომ იყიდოს. და ზუსტად ესე ვართ ყველა, აუცილებლად რომელ კომპანიაშიც ხართ, აუცილებლად მოგინდებათ თქვენს გასინჯოთ მისი პროდუქცია. და მით უმეტეს, როდესაც შემოვა კომპანიაში ტანსაცმელი იქნება, ფეხსაცმელი იქნება, ბოტასები იქნება, თუ რაც იქნება, ავეჯი იქნება, თუ ტექნიკა, თან რომ ვიცით, რომ მაღალი ხარისხი არის და დაბალი ფასებით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევიძენთ. დაბალი ფასები აქვს იმის გამო, რომ ეს არის კლუბური სისტემა და ჩვენ ყოველთვიურად ვიხდით $10. აი ეს $10 აკეთებს ზუსტად იმას, რომ ჩვენთვის ეს პროდუქცია არის დაბალი ფასით. აღარ შეგაწყენთ ახლა მე ამ კომპანიების ისტორიის მოყოლაზე, რადგან ეს ინტერნეტში რომ შეხვიდეთ, უამრავი ინფორმაცია არის ლივგუდის შესახებ, პროდუქციასაც თქვენ თვითონ ნახავთ და გაეცნობით. მე გეტყვით ახლა მარკეტინგის შესახებ მოგიყვებით ყველაფერს, რაც კი რამ გავიგე, რაც კი რამ ვიცი და ეს ვიცი პირდაპირ შემქმნელებისგან, კომპანიის შემქმნელებისგან, ბენგლინსკიდან აუდარ ხაზანი, ყოველ ხუთშაბათს გვერდთვებიან და გვიყვებიან ამ ყველაფერს, გვიყვებიან სიახლეების შესახებ, მოკლედ უშუალოდ გვეკონტაქტებიან, ჩვენ შეგვიძლია ჩვენ ენაზე გავგზავნოთ მას შეკითხვა მეილით, თუ რამე გვაინტერესებს და ისინი აუცილებლად ვიპასუხებენ ჩვენ კითხვებზე. კომპანია არის გამჭვირვალე, ნებისმიერი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ, ასევე პროდუქციას აქვს უამრავი სერტიფიკატი, რომელიც აკრედიტებულ ლაბორატორიებში არის შემოწმებული და მე სოფლის მეურნეობაში არის დაამტკიცებული. ეს არის ნამდვილად ბიონატურალური პროდუქცია, რომელიც სუფთა ნიადაგზე არის მოპოვებული მცენარეებისგან შექმნილი. პროფესორი გუტკინები ამ ყველაფერს განაგებენ და ჩვენამდე მოაქვთ საუკეთესო ზემაღალი ხარისხის პროდუქცია. მარკეტინგს რაც შეეხება, მარკეტინგი აქვს საკმაოდ იოლი,
საკმაოდ იოლად შესასრულებელი და საკმაოდ დიდი თანხები გამომუშავდება აი ამ მარკეტინგით. ეხლა მე თვალსაჩინოების გამო დაგიხაზავთ ამ ყველაფერს, რომ უფრო იოლი აღსაქმელი იყოს. მოვდივართ კომპანიაში და ჩვენ ვიხდით $50. $50 არის ის საფასური, რომ ჩვენ ვყიდულობთ ჩვენ საფულეს. ჩვენ ვყიდულობთ მზა ბიზნესს, აწყობილ ბიზნესს. რა ვიცი, დამეთანხმებით, რომ $50 ვერანაირ ბიზნესს ვერ დაიწყებთ და თქვენ ხდებით ლივგუდის ბიზნეს პარტნიორი. ძალიან მარტივად, სულ რაღაც $50. მაგრამ ეს $50 სადღაც მეორე კვირას უკან გიბრუნდება, თუ იმუშავებთ ცოტას მაინც და მუშაობაში რა იგულისხმება. მოიწვევთ ადამიანებს და დარეგისტრირდება ეს ადამიანები. და ყოველი ჩვენი მოწვეული ადამიანებიდან ჩვენ კომპანია შემდეგ ხუთშაბათზე გვიშავს $25. ყველა მოწვეულ ადამიანზე. თითოეულიდან გვიშავს $25. როგორც $50 არის ერთჯერადად გადასახდელი, მთელი ცხოვრების მანძილზე ერთჯერადად იხდით ამ $50, აი ესე ერთჯერადად ამოდის ყოველი ადამიანიდან $25. და შემდეგ ვიხდით, როგორც გითხარით წეღანთ, კლუბის საწევროს $1000 თვეში ერთხელ. თუმცა ეს $10 ჩვენი ჯიბიდანაც აღარ ამოდის, როდესაც ცოტას გაინძრევით და იმუშავებთ. თავიდანვე კომპანია გვაძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ ჩვენ პირველივე კვირიდანვე დავიწყოთ თანხების გამომუშავება. მოვიწიოთ ადამიანები და დაგვიბრუნებს $25. კიდე მოვიწიოთ, კიდე $25 და ასე შემდეგ, რამოდენ ადამიანსაც მოვიწევთ, იმდენი $25 ჩაგვერიცხება ჩვენ სიდა ანგარიშზე. ერთ ადამიანს მოიწევთ, $1.25 ჩაგერიცხებათ. 100 მოიწევთ, $125 ჩაგერიცხება. ადამიანების მოწევა არის განუსაზღვრელი. თუ გინდათ მილიონი ადამიანი მოიწვიეთ და დაიშვით პირველ ხაზში. ამით არავის არაფერი არ აკლდება, თქვენ გემატებათ და გემატებათ თანხები. და თქვენი მოწვეული ადამიანები ერთმანეთის ქვეშ დაჯდებიან და როგორც თქვენ იქნებით წარმატებული, ის თქვენი მილიონი მოწვეული ადამიანიც ისევე იქნება წარმატებული. რადგან ისინი ერთმანეთის ქვეშ განლაგდებიან და ისინიც აიღებენ აი ამ თქვენი მოწვევით ხელფასებს. ეხლა მაგასაც აგიხსნით, როგორ ხდება. რა თქმა უნდა, როდესაც მოგწონთ კომპანია, როდესაც მოგწონთ რამე, ცხოვრებაშიც ესე ხდება, როდესაც მოგწონთ რამე ნივთი, თქვენ უზიარებთ თქვენ მეგობარს, ხო? იყიდეთ რაღაცა, საკმაოდ იაფად და გამოგადგათ ძალიან კარგად გამოიყენეთ და მოგეწონათ ეს ნივთი და გინდათ რომ სხვასაც გაუზიაროთ და ეტყვით რომ აი ეს ძალიან მაგარია, ამიტომ ამ მაღაზიაში ვიყიდე ესეთი ფას დაკლებით. წავა თქვენი მეგობარიც და იყიდის იმ ნივთს. ისიც კმაყოფილი იქნება. ანალოგიურად აქაც ხდება, თუმცა ის მაღაზია თქვენ ამაში თანხას არ გადაგიხდით, აი აქ ლივგუდი კი აი ამაში გვიხდის ზუსტად თანხას. მოგვეწონა ჩვენ ლივგუდი, აღვთოვანდი მე მისი მარკეტინგით, აი ამიტომ მინდა რომ გადმოგცეთ თქვენც ეს ჩემი სიხარული, გადმოგცეთ ეს ჩემი დადებითი ემოციები ლივგუდის შესახებ და თქვენც ასევე უნდა გადაცეთ თქვენ მეგობრებს. დანაშაული იქნება ნამდვილად მე რომ ეს ყველაფერი თქვენ არ მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია. ნახეთ როგორც მე გამიხარდა და გაწვით ინფორმაციას, ასევე ჩემ მოწვეულ ადამიანებსაც გაუჩნდათ იმის სურვილი რომ მოიწვიონ ადამიანები და ჩვენ აი ამ ქვევრთა მოწვეული ადამიანებისგან, ანუ მეორე შრიდან უკვე ამოგვდის $5. ანუ ეს პირველი ბონუსი, რასაც მე ვამბობ, სწრაფი ბონუსი, ეს არის ერთჯერადი. ოღონდ რამდენ ადამიანსაც მოიწევთ, იმდენ ერთჯერადად დაგერიცხებათ.
ნახეთ რა არის მეგობრებო, ეს არის ცოცხალი ფული ტრიალებს. თქვენ გადაიხადეთ, მან გადაიხადა და აი ეს ფული ესე ტრიალებს. და ის $10-ით ზუსტად ესეთ ბრუნვას აკეთებს ლივ გუჩი და აი ზუსტად ამ 50 და $10-დან ხდება აი ეს ჩვენი თანხების გამომუშავება. და აი ამ მეორე ხაზიდან ჩვენი მოწვეული ადამიანებიდან ჩვენ გვერიცხება $5. ანუ 50%-ის 50 დოლარის 10%. გამარჯობათ, მოგესალმებით. ესე იგი, პირველი მოწვეულიდან ამოგდით $25, ანუ $50, 50% და მეორე მოწვეულებიდან ამოგდით $50, 10%. ეს ყველაფერი დამოკიდებულია სიღრმეებიდან ამოსული პროცენტები, დამოკიდებულია ჩვენ სტატუსებზე. სტატუსები ძალიან იოლი მისაღწევია და ნახეთ როგორ ვახცევთ სტატუსებს. ესე იგი, ორი ადამიანის მოყვანით ჩვენ უკვე ვხდებით ბრინჯაო. მეტი არ არის საჭირო. ორი ადამიანი მოიყვანით და უკვე სტატუსი გაქვთ. და ეს სტატუსი, სხვათა შორის ეს ბრინჯაო სტატუსიც საკმაოდ დიდ შედეგებს იძლევა და ამას ნელ-ნელა გაიგებთ. შემდეგ მოიწვევთ მესამე ადამიანს და ეს სამი ადამიანი გახდება ბრინჯაო. და რა თქმა უნდა, კიდე მოიწვევენ ეს შემდეგი 6 ადამიანი კიდე მოიწვევს ვიღაცას და ჯგუფში უნდა გახდეს 20 ადამიანი. 20 ადამიანი, 3 ბრინჯაო და თქვენ უკვე ვერცხლი ხართ. 3 ვერცხლი და ჯგუფში 100 ადამიანი და თქვენ უკვე ოქრო ხართ. 3 ოქრო და ჯგუფში 500 ადამიანი, თქვენ უკვე პლატინა ხართ და 3 ადამიანი პლატინა და ჯგუფში 2000 ადამიანი, თქვენ უკვე ბრილიანტი ხართ. ესე იგი, გვაქვს სტატუსები: ბრინჯაო, ვერცხლი, ოქრო, პლატინა და ბრილიანტი. აი ეს სტატუსები საშუალებას გვაძლევს იმის, რომ სწრაფი ბონუსის შემთხვევაში 10 სიღრმემდე ჩავიდეთ. ესე იგი, ბრინჯაოს ეხსნება 2 სიღრმე, ოქროს 4, ვერცხლს 4, ოქროს 6, პლატინას 8 და ბრილიანტს 10-ვე სიღრმე ეხსნება და პროცენტები აი ესე ნაწილდება პირველი სიღრმიდან, ანუ ჩვენი მოწვეული ადამიანებიდან 50%, $50-დან გამოვდივართ, ეს პირველი სწრაფი ბონუსი გამოდის $50-დან. 50% ამოგდის პირველი სიღრმიდან, მერე 10%, მერე ამოგდის 5%, 5%, 3, 2, 2, 1, 1 და 1% აი ესეთი განლაგებით ამოდის ეს ბონუსების სიღრმეებიდან. და ამ სიღრმეებიდან ამოსული ბონუსები საკმაოდ დიდ თანხებს შეადგენს და ნახეთ როგორი სიტუაცია. თქვენ შეიძლება იმ კვირაში ვერ მოახერხოთ ვინმეს მოწვევა, მაგრამ სიღრმეებში უფრო მეტი ხალხია და ვიღაცა აუცილებლად მოიწვევს და იმ სიღრმიდან თქვენ იმ კვირის ხელფასი, ხუთშაბათის ხელფასი მაინც დაგერიცხებათ. ეს სტატუსები დამოკიდებულია ასევე, ამ სტატუსებზეა დამოკიდებული ასევე ხელფასები. ხელფასები არის გლობალური ხელფასები და გლობალური არის იმიტომ, რომ ჩვენს ქვემოთ არის ძალიან უზარმაზარი სისტემა, ცარიელი უჯრები, რომელიც ჩვენ უნდა შევავსოთ. მაგრამ ამ ცარიელ უჯრებს არა მარტო ჩვენ ვავსებთ, არამედ ჩვენი მოწვეულები, მათი მოწვეულები და ყველა ერთად და ასევე ზედა სპონსორის დარეგისტრირებული ადამიანებიც ჩამოდიან ჩვენ ცარიელ უჯრაში. და ნახეთ როგორ ხდება ყველა ადამიანს ყავს 2 ადამიანი და აი ესე ივსება ეს სისტემა. 2 ადამიანი ყავს ყველა ადამიანს.
და აქ მუშაობს უკვე $10 და გადახდილი $10-დან, თითოეული ადამიანის გადახდილი $10-დან, თითოეული ჩვენს ქვემოთ მდებარე ადამიანებიდან ყველადან ამოდის 25 ცენტი. და აი ეს 25 ცენტი ავსებს აი ამ ჩვენ გლობალურ სისტემას და ამოგდის ეტაპობრივად მზარდი და მზარდი ხელფასები. ეხლა აი აქ არის ზუსტად ის პასიური ადამიანი, რომელიც მაინც არის $2047 ხელფასზე და აი აქ ხდება იმისი ლეველების შევსება. სულ არის 15 ლეველი. 15 ლეველის შევსების შემთხვევაში ქალბატონო ნინი გამოვთეთ მიკროფონი. 15 ლეველის შევსების უნდა შეივსოს და აი ამ ლეველების მდგომარეობა ესეთია. პირველ ლეველზე არის 2 ადამიანი, შემდეგ არის 4 ადამიანი, მერე 8 ადამიანი, 16 ადამიანი, 32, 64 და ესე გეომეტრიული პროგრესიით ეს ლეველები ნელ-ნელა ივსება. და როგორც გითხარით, აი ამ ლეველებს ვავსებთ არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენი მოწვეულები, მათი მოწვეულები, კიდე მათი მოწვეულები და ასევე ჩვენი ზედა სპონსორიც. ის რომ დაარეგისტრირებს ადამიანს, თუ თქვენ არავინ არ აყავთ დარეგისტრირებული, რობოტი დაინახავს ზედა სფეროში, რომელიც ცარიელი უჯრაც არის და მარცხნიდან მარჯვნივ ჩამოსვავს ადამიანებს. და აი ესე ივსება ეს გლობალური სისტემა. შემდეგ ეს ადამიანი გაავრცელებს, იმუშავებს, თუ არ იმუშავებს, ისევ ზედა სპონსორისგან უნდა დაელოდოს ჩამოსვლას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მე ყველას ურჩევ, რომ აუცილებლად უნდა იმუშაოთ, 2-3 ადამიანი აუცილებლად ისეთი ცოტა აქტიური ადამიანები მოიყვანოთ და თქვენ და დამოუკიდებლად ეს თქვენი ქსელი შეივსება. ზოგი ზედა სპონსორისგან, ზოგი თქვენი მოწვეულისგან, ზოგი მათი მოწვეულისგან და ასე შემდეგ, ნელ-ნელა ეს სისტემა შეივსება და ამოვა $4000-დან $16000 ისე ჩათვლით, აი მარტო აი ამ სისტემიდან აი ეს თანხები ამოდის. ეხლა რატო ამოდის? ნახეთ, პასიურ ადამიანს როგორც გითხარით, მხოლოდ 12 ლეველი ეხსნება და მას ამოდის ჩვეულებრივი მათემატიკური გამოთვლა არის თქვენს რომ დაჭდეთ და გამოითვალოთ 12 ლეველზე რამდენი ადამიანი უნდა იყოს და ის რომ გაამრავლოთ 25 ცენტზე, ანუ 0.25-ზე, ზუსტად მიიღებთ $2047.50 ცენტს. და აი ამდენი დაერიცხება, ოღონდ ნახეთ რა განსხვავებაა, ეს თანხა დაერიცხება არა ერთჯერ არამედ ყოველთვიურად. თქვათ, ჯერ შეივსო მისი სწრაფადვე შეივსო ესეთი პასიური ადამიანისგან 40 ადამიანი. ამ 40 ადამიანიდან ის უკვე გასულია $10 ხელფასზე. შემდეგ ეს 40 ადამიანი კიდე რა თქმა უნდა მოიწევს ადამიანებს და კიდე მეტი და მეტი შეივსება და აი ესე ნელ-ნელა ეს პასიური ადამიანი აი ამ $2047 ხელფასზე. შემდეგ ბრინჯაოს და ვერცხლს ეხსნება კიდე ერთი ლეველი, ანუ მე-13 ლეველი, ან 13 ლეველი უნდა შეავსოს და მას ამოდის $4096. შემდეგ არის ოქრო და პლატინა, რომელსაც კიდევ ერთი ლეველი ეხსნება მე-14 ლეველი და მას ამოდის $8000 ხელფასი და შემდეგ არის ბრილიანტი, რომელსაც ეხსნება 15 ლეველი და მას ამოდის $16000 ხელფასი. მისი შევსების შემთხვევაში. თუმცა მანამდე სანამ შეივსება, რამდენი ადამიანიც იქნება ჩვენს ქვემოთ, ჩვეულებრივად თქვენ შეგიძლიათ ეს მათემატიკურად გამოითვალოთ. გაამრავლებთ 25 ცენტზე და იმდენი თანხა ამოგივათ იმ თვეში. და ყველაზე დიდი თანხები რაც ამოდის კომპანიაში ეს არის მაჩით ბონუსი და რავი ძალიან საოცარი ესეთი მე რავი არსად არ მინახია მართლა არსად არ მინახია და არსად არ გამიგია და ნახეთ თქვენ გახვედით აი ეს ხართ თქვენ გახვედით რაღაც ხელფასზე და ეს თქვენი მოწვეული ადამიანებიც
პირველ ხაზში ვინც ყავთ და კიდე ერთი მინდა გითხრათ რომ თქვენი მოწვეული ადამიანები ყოველთვის უნდა იგულისხმოთ რომ თქვენს არის თქვენი პირველი ხაზი თუმცა თქვენი მოწვეული ადამიანი შეიძლება აი აქაც კი ჩამოვარდეს და აი აქაც არა აქვს მნიშვნელობა სად ჩამოაგდებს რობოტი ნახეთ აი მე უკვე შევსებული მაქვს 5-6 ლეველი და მე რომ ეხლა ადამიანი მოვიწვიო ჩემი მოწვეული ადამიანი მეხუთე ლეველში თუ ვინმეს აკლია ადამიანი და ცარიელი უჯრა აქვს აი ესე ოთხკუთხედად არის ჩვენს კაბინეტში ცარიელი უჯრა დაინახავს რობოტი სულ ზემოთ რომ სადაც აკლია იქნება ცარიელი უჯრა იქ ჩასვავს მაგრამ ის მაინც ჩემი პირადი მოწვეული ადამიანია ამ ადამიანს რომელსაც ჩაუსვა მას ამოდის მხოლოდ და მხოლოდ 25 ცენტი, ხოლო აი ამ ადამიანისგან რომელიც მე მოვიწვიე, მე ამომდის $25, როგორც წეღან გითხარი. მაგრამ ნახეთ ახლა მაჩიკ ბონუსზე ვარ გადასული, აი ეს ადამიანი მაინც ჩემი პირველი მოწვეულია, პირველი ხაზია და აქაც თუ ვინმე მყავს მე მოწვეული, ისინიც რა თქმა უნდა მე რომ გავალ ხელფასზე, ისინიც აუცილებლად გავლენ ხელფასზე და შეიძლება ჩემზე მეტ ხელფასზე გავიდნენ. ჩემზე მეტ სტატუსზე გავიდნენ. იმიტომ რომ ჩემზე უკეთესად იმუშავა ჩემმა მოწვეულმა ადამიანმა და ჩემზე სწრაფად აიღო ის სტატუსი, ჩემზე სწრაფად დახურა ის სტატუსი და გავიდა ჩემზე მეტ ხელფასზე. და მაჩიკ ბონუსი იმას გულისხმობს, რომ მისი ხელფასის 50% მე მერიცხება. ანუ თქვათ მე თუ გავედი $1000 ხელფასზე და ეს ჩემი მოწვეული ადამიანი, რომელიც სადღაც ქვემოთ არის, მაგრამ იმდენად სწრაფად იმუშავა, გავიდა $2000 ხელფასზე, მისი $1000, ანუ 2050% არის $1000, ეს $1000 მე დამერიცხება. თუმცა ამას არაფერი არ მოაკლდება ამით. მასაც ეყოლება ქვევით ადამიანები, რომლებიც ხელფასზე არიან გასული და მასაც ესე დაერიცხება. და აი ესე ყველა ერთმანეთისთვის მუშაობთ. შემდეგი ბონუსები მეგობრებო არის უკვე გაყიდვასთან დაკავშირებით ბონუსები. მე კი ვთქვი რომ გაყიდვა არ გვევალება, მაგრამ ჩვენ გვაქვს კაბინეტში რეფერალური ლინკი, რომლის გავრცელებაც შეგვიძლია, ან თუ არა და არის ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ რომ გახდნენ კლუბის წევრები, მაგრამ ეს ძალიან მაკვირვებს, მაგრამ არა უშავს იყოს ესეთი ადამიანებიც და უბრალოდ უნდათ შეიძინონ პროდუქცია. მათთვის ეს პროდუქცია სხვა ფასად არის. თუმცა ძალიან დიდი განსხვავება არ არის, დაახლოებით $5, $10, $15, მაგრამ საერთო ჯამში მარტო ერთ პროდუქტს ხوار იყიდის ადამიანს, რამდენიმე უნდა იყიდოს და აი იმ რამდენიმეში შეიძლება უკვე $100 იყოს განსხვავება და აი განსხვავებული თანხის 50% კომპანია ეგრევე ჩვენ დაგვერიცხავს, როდესაც ის ადამიანი იყიდის იმ პროდუქციას მომხმარებლის ფასად. და კიდე დაუშვეს ერთი ბონუსი, ეხლა ხანს დაუშვეს ეს ბონუსი, ჩვენი პარტნიორებიც თუ იყიდიან თავიანთვის პროდუქციას თავისი კაბინეტიდან, აი 75%-იანი ფასდაკლებით, იქიდანაც გვერიცხება რაღაც პროცენტები. შემდეგ არის უკვე, რაც უფრო მეტ პროდუქციას გაყიდით, უფრო მეტი პროცენტები გერიცხებათ და ნუ მოკლედ 1000-ნაირი ბონუსები, რომელიც ნელ-ნელა ამაში თქვენ თვითონვე გაერკვევით, რადგან კაბინეტში შესვლის დროს ეს ყველაფერი ქართულ ენაზე თავისი მაგალითებით არის მოცემული და დაწერილი. და შემდეგი ბონუსი არის ბრილიანტებისთვის ბონუსი. მარკეტინგი აი სულ ეს იყო, რომელიც საკმაოდ იოლია, საკმაოდ იოლად აღსაქმელია და მე ერთი რამ მინდა კიდე გითხრათ, რომ ეს კომპანია შემოიტანა საქართველოში ქალბატონმა ნანა ლომიძემ და მან საკმაოდ ნიჭიერი ადამიანია, რომელმაც გამოთვალა მათემატიკურად და მოგვაწოდა ესეთი სტრატეგია. სტრატეგია მოგვაწოდა იმ ადამიანებისთვის, ვისაც უჭირს ადამიანების მოწვევა და ვისაც
სწრაფად უნდათ რომ აიღონ 4000, 5000, 6000 და თუნდაც $8000 ხელფასი. ეს ექსპერიმენტი უკვე ჩაატარეს მეგობრებო და უკვე გავიდნენ ამ შედეგზე. მართალია ქალბატონ ნანას ჰქონდა რომ მეოთხე თვეში უნდა აიღოთ, მაგრამ აი იმ ახალგაზრდა გერმანელმა ბიჭებმა მეექვსე თვეში უკვე აიღეს ეს ხელფასი. და რაში მდგომარეობს ეს სტრატეგია? ეს სტრატეგია მდგომარეობს, მე როგორც გითხარით, ყველა ადამიანის ქვევით არის ორ-ორი ადამიანი. აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანმა რომ გაითავისოს და მინიმუმ 2 ადამიანი მოიწვიოს. მხოლოდ და მხოლოდ 2 ადამიანი, ოღონდ იმ 2 და ასე შემდეგ რომ გაგრძელდეს ეს ჯაჭვი, ჩვენ მეოთხე თვეს, ოღონდ სწრაფად უნდა მოხდეს ეს ორ-ორი ადამიანის მოწვევა. თითო ადამიანს აქვს 5 დღე ამისთვის, 5 დღეში უნდა მოიწვიოს ორ-ორი ადამიანი და მეოთხე თვეს ჩვენ გავალთ $4000-დან $8000 ხელფასამდე და არა მარტო ჩვენ. ნახეთ, აი ამ ჯაჭვში თუ ვინმე არის, ყველა გავა, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ხელფასებზე, ну რაც უფრო ქვევით რგოლში იქნება, მით უფრო ცოტა და ცოტას აიღებს. მაგრამ ნახეთ, მე როგორც გითხარით, 3 ადამიანის მოწვევით სტატუსებზე ადიხართ. მეორე ვარიანტიც არის სტატუსებზე ასვლის, ოღონდ ის უფრო რთული ვარიანტია, ანუ ვერცხლისთვის გჭირდებათ 20 ადამიანის მოწვევა, ну პირადში უნდა გყავდეთ 10 ადამიანი და იმ 10 ადამიანს თითო ადამიანი. იმისთვის ოქროსთვის საჭიროა 30 ადამიანის მოწვევა და ჯგუფში უნდა იყოს 100 ადამიანი. შემდეგ პლატინასთვის უფრო მეტი და უფრო მეტი. ანუ პირადში მოწვეული ადამიანების რაოდენობა უნდა იყოს ძალიან ბევრი, მაგრამ ეს ვარიანტი მეტად უფრო იოლია. 3 ადამიანის მოწვევა უფრო იოლია, ვთქვათ, ვიდრე 20 და 30 და 50 ადამიანის. თუმცა არიან ჩვენთან პარტნიორები, რომლებიც პირად ხაზში ძალიან ბევრ ადამიანს იწვევენ. და 3 ადამიანის მოწვევით, როგორც გითხარით, ავდივართ სტატუსებზე და უბრალოდ ყველამ რომ გაიმეოროს ეს ჩვენი შედეგი, მაგალითად ჩვენ მოვიწვიეთ 3 ადამიანი, იმ 3 ადამიანმაც 3 ადამიანი ყველა ჯგუფში ვინც ვიქნებით, უფრო მალე ავალთ სტატუსებზე, უფრო მალე ავალთ შევავსებთ ამ ჩვენ გლობალურ სისტემას და უფრო მალე გავალთ $4000-დან $16000 ხელფასამდე. და კიდე ერთი მინდა გითხრათ, კომპანიის წარმომადგენლებმა ბენგლინსკიმ გითხრა, რომ ძალიან ბევრ სიურპრიზებს უნდა ელოდოთ. ერთ-ერთი სიურპრიზი გაგვიმხილა, ძალიან დიდი თანხა ჩადეს რეკლამისთვის და ძალიან მალე გავა მსოფლიო რეკლამა. მსოფლიო რეკლამის გასვლა იმას ნიშნავს, მეგობრებო, რომ მოგეხსენებათ, რომ რეკლამა ძალიან დიდ როლს თამაშობს 21 საუკუნეში ადამიანებზე და ჩვენ ვართ ზუსტად ისეთ ზოლზე, სადაც არის ყველაზე მეტი ცარიელი უჯრები, თან ვართ ზევით. ზუსტად ისეთ ადგილზე ვართ, ჩვენს ზედა სპონსორებს უკვე შევსებული აქვთ აი ეს თავიანთი ლეველები და ჩვენი ცარიელი უჯრები ჩანს, რობოტი ხედავს ჩვენ ცარიელ უჯრედებს. და როდესაც გავა მსოფლიო რეკლამა, რა თქმა უნდა, შემოვა ხალხის ნაკადი, საიდანაც არ უნდა შემოვიდეს, ამერიკიდან, უკრაინიდან, რუსეთში, სადაც არ უნდა შევიდნენ ეს ადამიანები სისტემაში, ისინი ჩვენ ცარიელ უჯრებში ჩამოვლენ და ჩვენი გლობალური სისტემა შეივსება. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც ძალიან კარგი იქნება, როდესაც საქართველოში გაიგებენ რეკლამის სახით აი ამ ლივგუდის შესახებ, რომელიც ნიშნავს იცხოვრე კარგად და ნამდვილად მოდით ვიცხოვროთ მეგობრებო კარგად, აი ჩვენი ცარიელი უჯრები შეივსება. და აი ამიტომ ვამბობ მე ყოველთვის და ყველას ვეუბნები, რომ აი ახლა არის ძალიან კარგი დრო იმისთვის, რომ დარეგისტრირდეთ, დაიკავოთ თქვენი ადგილები, რომ
თქვენს ქვემოთ ჩამოწვიდნენ ის შემდეგ დარეგისტრირებული ადამიანები და არ მოხდეს პირიქით, რომ ახალი მოსულებმა დაიკავონ ადგილები და თქვენ უკვე რამდენიმე ხანია რომ გაიგეთ ამ კომპანიის შესახებ, გაჩერდით და შემდეგ შემოხვედით და თქვენ მოხდებით მის ქვეშ. ესე რომ აქ არის ყველაზე კარგი გათვლა იმისა, რომ თქვენ სწრაფად უნდა დაიკავოთ თქვენი ადგილები. ჩემი აზრით, აქ არ არის იმხელა თანხაზე ლაპარაკი, რომ ვიღაცას ეს თანხა გაუჭირდეს და არ არის ისეთი მდგომარეობა, სულ რომ არაფერი არ მოხდეს, ჯერ მარტო კლუბის წევრობისთვის ხალხი სრულიად არაფერ თანხას არ ეხებენ და კლუბის წევრობისთვის ყოველთვიურად იხდიან თანხებს. და ზუსტად აქაც ანალოგიურად უნდა შთაგონოთ თქვენ თავს, რომ სრულებითაც რომ არაფერი არ მოხდეს, თქვენ კლუბის საწევრო უნდა გადაიხადოთ იმისთვის, რომ თქვენ იყიდოთ უნიკალური ჯანმრთელობისთვის პროდუქცია. და მაღალი ხარისხის შემდეგ რომ შემოვა ტაცაცმელი იქნება თუ ავეჯი თუ ტექნიკა, აი ისიც 75%-მდე ფასდაკლებით ჩვენთვის კლუბის წევრებისთვის რომ იქნება, მხოლოდ და მხოლოდ მარტო ამისთვის უნდა გადაიხადოთ ის $10, რომ ის შეიძინოთ თქვენ ძალიან შეღავათიან ფასებში. ესე რომ ყველას გისურვებთ, რომ გაგეხსნათ ეს ხედვა, რასაც ქვია და მიხვდეთ იმას, რომ აი აქ არის ნამდვილად რეალური ფული, რეალური თანხები. ეს რეალური თანხები უკვე ჩვენმა პარტნიორებმა და მათ შორის მეც უკვე გავედი მართალია მცირე რაოდენობით ხელფასზე, მაგრამ გავედი ხელფასზე, რომელიც არის უკვე მზარდი, დავიწყე სულ რაღაც $1-დან და უკვე ავდივარ ნელ-ნელა დიდ თანხისკენ მიმსწრაფი და მივდივარ ამ დიდ თანხისკენ. საქართველოში სულ რაღაც მე-8 თვეა შემოსულია, 8 თვეა შემოსულია და ჩვენი პარტნიორები უკვე გახდნენ ოქრო, მალე გახდებიან პლატინა და მათ საკმაოდ კარგი გამომუშავება აქვთ. ესე რომ ეს არის რეალური, ეს არის გამჭვირვალე და ეს არის საუკეთესო კომპანია, რომელიც ქართველ ხალხს მოულინა ღმერთმა ნამდვილად, რადგან რა ვიცი, ესეთი კომპანია ჯერ არ შემოსულა და ალბათ კარგახანს არ შემოვა. ესე რომ გამოიყენეთ თქვენი შანსი, ეს შანსი გამოიყენეთ თქვენ სასიკეთოდ, მობრძანდით, დარეგისტრირდით, ჩვენ დაგეხმარებით ყველაფერში, ჩვენთან არის საუკეთესო გუნდი და ჩვენ ყველას ერთმანეთს ვეხმარებით. არა მარტო აი ესე საუბრებით, არამედ რეალურადაც ვეხმარებით ჩვენ პარტნიორებს, ჩვენს დარეგისტრირებულ ადამიანებს, თუ კი ვინმეს რამე გაუჭირდება, ან შეფერხება, ან რაღაც ისე ვერ გააკეთა, ჩვენ ყველანი აქ ვართ, ერთად ვართ და ჩვენ ერთი მეორეს უთქევართ მხარში. всё, დღეს ეს იყო, მეგობრებო. ეხლა თუ ვინმეს რამე კითხვა გაქვთ, შემიძლია გიპასუხოთ ყველა კითხვაზე. მეგობრებო, გისმენთ? კითხვები არ არის, როგორც მივხვდი. მაშინ დავასრულებ მე ჩემ პრეზენტაციას. მეგობრებო, გისმენთ, აბა თუ არის კითხვები, გიპასუხებთ.